მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გადავწყვიტე ძალიან საინტერესო და ვფიქრობ საჭირო და მნიშვნელოვანი ვიდეო წარმოგიდგინოთ, ვინაიდან რადგანაც Doomsday-ის გამოსვლამდე უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, თანაც Marvel-ს YouTube სტრიმინგის მეშვეობით გაშვებული აქვს ათვლის სისტემა, რომელიც გვიჩვენებს თუ რამდენი თვე, დღე, საათი, წუთი და წამი დარჩა შურისმაძიებლების ყველაზე ამბიციური ფილმის გამოსვლამდე, რაც კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს ჩვენ მოლოდინებს და ემოციებს ფილმის მიმართ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გადამეხედა Marvel-ის წარსული პროექტებისთვის და ერთგვარად გამეკეთებინა სია იმ ფილმებისა, რომელთა ნახვაც საჭიროა, რათა Doomsday-ში განვითარებული მოვლენების სრულიად აღვიქვათ და გავიაზროთ. და ასევე დავასახელოთ პროექტები, რომლებიც არ არის მნიშვნელოვანი ამ ფილმის გასაგებად და მისით აღსაფრთოვანებლად. ეს ვიდეო ჩემი აზრით დაეხმარება იმ ადამიანებსაც, ვინც აქტიურად ადევნებენ თვალს Marvel-ის პროექტებს, მაგრამ ერთგვარად შეხსენება სჭირდებათ თუ რაზე უნდა გააკეთონ აქცენტი სანამ ფილმი გამოვა და ასევე დაეხმარებათ იმ ადამიანებს, რომლებმაც სულ ახლახან შემოაბიჯეს Marvel-ის კინემატოგრაფიულ სამყაროში და ჯერ ახლა ერკვევიან მის რთულ და ჩახლართულ სტრუქტურაში. როგორც ვიცით, უსასრულობის და მულტივერსის საგამდე Marvel-ი ძალიან სწორხაზოვანი იყო და ვიცოდით, რომ რასაც ვხედავდით, ნამდვილად ხდებოდა. თუ პერსონაჟი კვდებოდა, ესე იგი ის მართლა კვდებოდა. თუ ბროდმოქმედი მართ ხდებოდა, ესე იგი ის მართლა ხდებოდა და ასე შემდეგ. მაგრამ უსასრულობის და მულტივერსის საგის ფილმებმა ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეცვალა და გაართულა. ამიტომაც კარგად მოკალათდით, მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დავიწყოთ. როგორც ვიცით, ძმებმა რუსუებმა დაანონსეს, რომ Doomsday იქნება Endgame-ის პირდაპირი სიკველი, ანუ გაგრძელება, რაც იმას ნიშნავს, რომ წესით და რიგით Endgame-ამდე გამოსული ფილმები საკმარისი უნდა იყოს შურისმაძიებლების ახალ ნაწილში მიმდინარე მოვლენების გასაგებად. მაგრამ, ჩემი აზრით, ბოლო 6 წელიწადში ძალიან ბევრი ახალი პერსონაჟი გამოჩნდა და არ იქნება მთლად გონივრული, რომ მხოლოდ Endgame-ამდე გამოვლილი მოვლენების ცოდნით შევხვდეთ განკითხვის დღეს. თავიდანვე მარტივად ვთქვათ, რომ Endgame და უსასრულობის ომი აუცილებლად უნდა გქონდეთ ნანახი. თუ რატომ და რისთვის ამის ახსნას ახლა ვიდეოში არ დავიწყებ, ეს ორი პროექტი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ალბათ, ამიტომაც ხო, Endgame და უსასრულობის ომი აუცილებლად სანახავი ფილმების სიაშია. მოდი წარსულის გახსენება დავიწყოთ WandaVision-ის სერიალით და გეტყვით, რომ WandaVision-ი ერთ-ერთი უდიდესი მულტივერსული პროექტია ამ საგის. გარდა ამისა, სერიალმა შემოიყვანა მონიკა რემბოს პერსონაჟი, რომელიც აგრეთვე გამოჩნდება Doomsday-ში და დაკავშირებული იქნება X ადამიანების სამყაროსთან. ამიტომაც WandaVision-ი ნებისმიერ შემთხვევაში კარგი იქნება თუ ნანახი გექნებათ. Falcon-ი და ზამთრის ჯარისკაცი სერიალი, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შემოიტანა Marvel-ის სამყაროში. პირველი, რომ ბაკის და Sam Wilson-ის ურთიერთობა უფრო ცხადი გახადა, რასაც ასევე მგონია, რომ დიდი როლი ექნება Marvel-ის მომავალ პროექტში. ამის გარდა ჩვენ ვნახეთ Sam Wilson-ის ოფიციალური გარდაქმნა კაპიტან ამერიკად, Sam-ი შურისმაძიებლების ლიდერი იქნება ფილმში და აგრეთვე წარმოგვიდგა John Walker-ის ამერიკელი აგენტი, რომელიც Thunderbolt-ების გუნდის წევრი გახდა მოგვიანებით. ამიტომაც Jones-აც მნიშვნელოვანი როლი ექნება Doomsday-ის ფილმისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ Falcon-ი და ზამთრის ჯარისკაცი საყურებელ სერიალთა სიაში უნდა შევიტანოთ. Loki-ის სერიალი აუცილებლად პირველი და მეორე სეზონი, რომელმაც კიდევ უფრო ფართოდ გაშალა მულტივერსის საკითხები და წარმოგვიდგინა ისეთი ფენომენი, როგორიც არის TVA. ამ ორგანიზაციას ვფიქრობ დიდი დატვირთვა ექნება შურისმაძიებლების ახალ ფილმში, ისევე როგორც ერთ-ერთ მთავარ პროტაგონისტს Loki-ს. მართალია სერიალში გამოჩენილი კანგი აღარ არის მნიშვნელოვანი Marvel-ის კინოსამყაროსთვის, მაგრამ ამის მიუხედავად Loki-ის გმირის განვითარების გზა ვფიქრობ საკმაოდ გამოგადგებათ, რათა გაიგოთ რა და რატომ ხდება Doomsday-ის ფილმში. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი არც ისე კარგი და დასამახსოვრებელია, მასში გამოჩენილი ორი პერსონაჟიდან საამავლო დადასტურებულია, რომ ორივე მათგანი გამოჩნდება ფილმში. ესენი არიან ელენა ბელოვა და წითელი მცველი. დიახ, როგორც მიხვდით, საუბარია შავი ქვრივის სოლო პროექტზე, რომელიც პერსონაჟის სიკვდილის შემდგომ გამოვიდა და მოგვიყვა ნატაშას ცხოვრების ისტორია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ ფილმის დიდი ფანი არ ვარ, მაგრამ თუ გინდათ გაიგოთ, საიდან მოდის Thunderbolt-ების გუნდის ეს ორი წევრი, მაშინ შავი ქვრივის ფილმის ნახვა მოგიწევთ. რა მოხდებოდა თუ ეს გახლავთ პირველი პროექტი, რომელიც შეგვიძლია გამოვტოვოთ და არ ვნახოთ, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ ეპიზოდებში უშუალოდ გვიჩვენებენ მულტივერსის გავლენას Marvel-ის სამყაროზე, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ამ სერიალში განვითარებულ სიუჟეტს არანაირი გავლენა არ ექნება Doomsday-ის ფილმზე, რასაც ვერ ვიტყოდით მაგალითად Doctor Strange-ის მეორე ნაწილზე, სადაც გამოჩნდა კაპიტანი კარტერი, რომელიც მანამდე What If-ის სერიალის პირველ სეზონში დაგვიანონსეს. ხო, საბოლოოდ ეს სერიალი არ არის აუცილებლად საყურებელთა სიაში შესატანი.
შანგ-ჩი და 10 ბეჭდის ლეგენდა. რა თქმა უნდა, საჭიროა რომ ნანახი გქონდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფილმს გამოსვლის შემდგომ მნიშვნელოვანი დანიშნულება არ ქონია მარველის სამყაროში, ოფიციალურად დადასტურებულია, რომ შანგ-ჩის პერსონაჟი შურისმაძიებლების გუნდის წევრი იქნება, ამიტომაც ვფიქრობ, საჭირო და აუცილებელია იცოდეთ ამ გმირის წარმოშობის და განვითარების ისტორია. მარადიულები. უპრობლემოდ შეგვიძლია ამ პროექტს გვერდი ავუაროთ, იმის მიუხედავად, რომ ამ ფილმმა უამრავი ახალი პერსონაჟი ერთად შემოიყვანა, ჯერჯერობით გავრცელებული ინფორმაციებით არც ერთი მათგანის ისტორიის გაგრძელება არ იგეგმება და მით უმეტეს ვერც ერთ მათგანს Doomsday-ის ფილმში ვერ ვიხილავთ. ამიტომაც თუ გეზარებათ, ან არ გინდათ ამ პროექტისთვის დროის დაკარგვა, ჩვეულებრივად შეგიძლიათ გამოტოვოთ და სხვა უფრო მნიშვნელოვან ფილმებზე გაამახვილოთ ყურადღება. მაგალითად, ადამიანი ობობას ფილმი. გარდა იმისა, რომ ადამიანი ობობას მესამე სოლო პროექტი მაყურებლისთვის ყველაზე საყვარელი და ნოსტალგიური აღმოჩნდა, მან პირდაპირ გვიჩვენა თუ როგორ მუშაობს მულტივერსული სამყარო და რომ მულტივერსის საგაში აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელია. ფილმმა გააერთიანა სამი ადამიანიობობა და ამის გარდა ფილმის დასასრულში ვნახეთ, რომ პიტერ პარკერის ვინაობა მთელმა სამყარომ დაივიწყა. ამიტომაც დიახ, ტრილოგიის მესამე ფილმის ნახვა მნიშვნელოვანია როგორც Doomsday-ის ფილმისთვის, ასევე Spider-Man-ის მეოთხე ნაწილისთვის, რომლის ტრეილერი წესით და რიგით მალე გამოქვეყნდება. მთვარის რაინდი. ჩემი აზრით მარველის ერთ-ერთი ყველაზე კარგი სოლო სერიალი და კარგად დაწერილი პერსონაჟი. თუმცა, მიუხედავად დიდი პატივისცემისა, ჯერჯერობით არანაირი მტკიცებულება არ გვაქვს, რომ Moon Knight-ი გამოჩნდება მომდევნო პროექტებში, ამიტომაც თუ უშუალოდ სერიალის მიმართ არ გაქვთ რაიმე ინტერესი, შეგიძლიათ გამოტოვოთ ის და გადახვიდეთ შემდეგ პროექტებზე. დოქტორი სტრეინჯის მეორე ნაწილი ცალსახად რეკომენდირებულია რომ ნახოთ, მხოლოდ ფილმის სათაური რომ ავიღოთ, აქედან გამომდინარე შეგვიძლია მიუხვდეთ მის მნიშვნელობას. ჯერჯერობით არც სტრეინჯის და არც ვანდას გამოჩენა არ არის დადასტურებული, თუმცა ორივე იმდენად მნიშვნელოვანი პერსონაჟია, რომ მაინც გირჩევდით გენახათ ეს პროექტი. მის მარველის სერიალი. შეგიძლიათ გამოტოვოთ, არაფერი განსაკუთრებული არ მაქვს ამ სერიალზე სათქმელი და ძალიან მეეჭვება რაიმე საინტერესო გაგრძელება ჰქონდეს ამ Doomsday-ში. ამიტომაც არ არის საჭირო. თუმცა საჭიროა თორის მეოთხე ნაწილის ნახვა. ვიცი რომ არავის მოგწონს ეს ფილმი და დღემდე როგორც ყველაზე გაფლანგულ პოტენციალს ისე აღვიქვამთ, მაგრამ ამ ფილმში თორი გაერთიანდა თავის შვილობილთან, რათა ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება დოქტორი დუმისთვის შურისმაძიებლების ფილმში, ამიტომაც თორის მეოთხე ნაწილი გამოსატოვებელი ნამდვილად არ არის. She-Hulk-ის სერიალი შეგიძლიათ უკომენტაროდ გაატაროთ, ძალიან დიდი უსამართლობა და დაცინვა იქნება ამ გმირს Doomsday-ის ფილმში რაიმე სახის როლი რომ ჰქონდეს, ამიტომაც ერთხელ რომ ნახე ეს სერიალი, ეგეც მეყოფა. მეორედ ამის ნახვას ნამდვილად აღარ ვაპირებ და არც თქვენ გირჩევდით მაინც და მაინც. შავი პანტერას მეორე ნაწილი რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა ნახოთ, ამ ფილმში ბევრი პერსონაჟი გამოჩნდა, რომელთაც შურისმაძიებლებშიც ვიხილავთ. Doomsday-ის მეოთხე ტიზერმა უკვე დააანონსა ნამორის, ახალი შავი პანტერას და ემბაკუს დაბრუნება და არა მარტო დაბრუნება, ფანტასტიკურ ოთხეულთან გაერთიანება. ამიტომაც დიახ, ვაკანდა სამუდამოდ საჭირო ფილმია. Ant-Man-ი და Wasp-ი კვანტუმანია. ცუდი ფილმი, კარგი პოტენციალით. მაგრამ რადგან პოლ რუდი ბრუნდება, როგორც Ant-Man-ი, მაინც ნახეთ ეს პროექტიც. მართალია კანგი აღარ არის მარველის სამყაროსთვის მნიშვნელოვანი ფიგურა, მაგრამ Ant-Man-ის პერსონაჟი სავარაუდოდ შურისმაძიებლების ახალ გუნდს შეუერთდება. ამიტომაც თუ არ დაგეზარებათ, კარგი იქნება გადაავლოთ თვალი. გალაქტიკის მცველების მესამე ნაწილი. ტრილოგიის ყველაზე კარგი ფილმი და მარველის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი. ცუდია ამის თქმა, რომ მიწევს, მაგრამ Doomsday-ისთვის ეს პერსონაჟები ნაკლებად მნიშვნელოვანია, ამიტომაც მესამე ფილმი შეგიძლიათ გამოტოვოთ. საიდუმლო შემოჭრა. ამ სერიალის მიმართ დიდი მოლოდინები იყო, მაგრამ საბოლოოდ ვერაფერი ღირებული ვერ მოგცა და არც მომავალში მგონია რაიმე ღირებულის მატარებელი იყოს. ამიტომ ეს სერიალით შეგიძლიათ გამოტოვოთ. მარველების ფილმი. ერთადერთი მიზეზით უნდა ნახოთ, რომ იცოდეთ თუ როგორ მოხვდა მონიკა რემბო X ადამიანების სამყაროში, რადგან ამას Doomsday-ისთვის მნიშვნელობა ნამდვილად ექნება. დედპული და სამურავი აუცილებლად საყურებელია, გარდა იმისა, რომ მან რამდენიმე ნაცნობი პერსონაჟი დააბრუნა, რომლებიც ახალ შურისმაძიებლების ფილმშიც იქნებიან, ასევე ფილმში ვოიდის სამყარო კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ვოიდი კი როგორც ვიცით, დიდ როლს ითამაშებს საამავლოდ. გარდა ამისა, გავიგეთ, რას ნიშნავს სამყაროს ძირითადი ფიგურის სიკვდილი, ამიტომაც ეს ფილმი აუცილებლად სანახავთა სიაში შეიყვანეთ.
კაპიტანი ამერიკას საოცარი ახალი სამყარო. გვთავაზობს სემ ვილსონის როგორც კაპიტანი ამერიკას ისტორიის გაგრძელებას. სემი შურისმაძიებლების ახალი ლიდერი იქნება მის თანაშემწე ფალკონთან ერთად, ამიტომაც ეს პროექტიც ვფიქრობ უნდა ნახოთ დუმსდეის ფილმამდე. ისევე როგორც თანდერბოლტების ფილმი, ერთ-ერთი ძირითადი გუნდი, რომელიც დუმის წინააღმდეგ იბრძოლებს, იმის გარდა რომ ეს ფილმი მნიშვნელოვანია, ასევე არის საკმაოდ კარგი, ამიტომაც თანდერბოლტების საჭირო და აუცილებლად მივიჩნიოთ. ფანტასტიკური ოთხეული პირველი ნაბიჯები. ეს გუნდი მგონია რომ ყველაზე საინტერესო იქნება შურისმაძიებლების ახალ პროექტში, თუნდაც იმ მარტივი მიზეზით, რომ მისმა კრედიტ სცენამ პირველად გამოაჩინა დიდ ეკრანზე დოქტორი დუმი. ასევე ფრენკლინ რიჩარდს, ანუ სიუ შტორმის და რიდ რიჩარდის შვილს დიდი როლი ექნება ფილმში, ამიტომაც სასწრაფოდ ნახეთ. ადამიანიობა ახალი დღე, რომელიც 31 ივლისს გამოდის, ასევე ვფიქრობ საჭიროა რომ ვნახოთ. ბევრი დეტალი ფილმზე ჯერჯერობით უცნობია, თუმცა რა გინდათ ჩემი თქმა იმაზე, რომ სპაიდერმენის მეოთხე სოლო ფილმი არ უნდა გაატაროთ. ხო, და კიდევ ერთი, მენდეთ სიტყვაზე და თვალი გადაავლეთ X ადამიანების პირველ ორიგინალ ტრილოგიას და მომავლის გამდილი დღეების ფილმს. ზუსტად არაფერი ვიცი, მაგრამ ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ ფილმებს რაღაც საინტერესო დანიშნულება უნდა ჰქონდეს დუმსდეის პროექტისთვის. მარველი X ადამიანებს ტყუილად და უბრალოდ არ დააბრუნებდა. მოკლედ, თუ რამე გამომრჩა, ესე იგი ეს პროექტებიც არ არის მნიშვნელოვანი საამავლო შურისმაძიებლებისთვის. დამიწერეთ კომენტარებში თქვენ რომელი ფილმების ყურებას ურჩევდით ერთმანეთს, მე კი დღეისათვის ამით დაგემშვიდობებით, ჩვენ შევხვდებით მომდევნო ვიდეოში ახალი იდეებით, სულ მალე დროებით.